Salnavit მეგობრებო, დღეს სულ შევაჯამო პირველი ორი თვე 20-25-ისა და სამი რამ გამოყო ამ ორ თვეში რაც მოხდა. ერთი ეს არის 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია, შემდეგ იყო 23 თებერვალს გერმანიაში მიმდინარე არჩევნები და მთელი ორი თვის განმავლობაში ეს შლეიფად დაყვება უკრაინასთან დაკავშირებული თემები, ანუ სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. შეგნებულად არ ვამბობ უკრაინასა და რუსეთს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს რაც მოხდა 28 თებერვალს, ეს ალბათ ყველასთვის მოულოდნელი იყო და ბუნებრივია ჩემთვისაც. სათაურიდან გამომდინარე, ალბათ მივხვდით, რომ მე ჩემეული ხედვა მაქვს, რას ნიშნავს საქართველოსთვის ახალი გამოწვევები და ახალი გამოწვევები, ჩემი აზრით, ჩემი ხედვით, ეს არის ევროპიდან. ჩვენ მოგვიწევს პოლიტიკური ბატალიები ახალ ევროპასთან. და თუ რავს გულისხმობ, ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვით, ჯერ ეს ქრონოლოგიურად დავიწყოთ. 20 იანვარი შედგა ტრამპის ინაუგურაცია, მე არაერთხელ მithქვამს, რომ მივესალმები ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მოსვლას და რატომ? იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს და მაპატიე დღესაც გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანას ჭირდებოდა რეალური პატრონი, იმიტომ რომ აი როგორც დაგუბებულ კაშხალში რაღაცა ბზარი რო გაჩნდება და რო შეიძლება დღე-დღეზე გასკდეს და წალეკოს ყველაფერი, აი ამ დონემდე იყო ამერიკაში სიტუაცია. მე აქ ვცხოვრობ 8 წელზე მეტია უკვე და მე ჩემ მეულ ხედვას გიზიარეთ, ბუნებრივია, მაგრამ ჩემს გასვათ ბევრი ფიქრობს ასე რომ ამას საფუძველი აქვს. ერთი რომ წმენდა დაიწყო, ეს აუცილებელი იყო. შიდა სტრუქტურული ცვლილებები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დავუშვათ, რასაც ილონ მასკი აკეთებს, ეს არის განუზომლად სასარგებლო საქმეს აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ოპონენტი ყავს, ალბათ გადაიკიდა მთელი დემპარტია, სხვათა შორის კულტურული სამყაროც გადაიკიდა, ჰოლივუდიდან ძალიან ბევრი ჩვენთვის საპატივცემულო არტისტი ტოვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ეს არაფერი დიდი ტრაგედია არ არის. ამერიკა მათ გარეშეც შეძლებს ხარისხიანი ფილმების დამზადებას და ილონ მასკთან ერთად მნიშვნელოვანია თუ რა ფიგურები დაამტკიცებინა უფრო სწორედ სენატს დონალდ ტრამპმა, ეს არის მისი გუნდი. ეს არის ისეთი გუნდი, რომელსაც უკვე შეიძლება ენდოს თავიდან ბოლომდე, განსხვავებით 2016 წლის გუნდისა. მაშინ ფაქტობრივად ყველა მოყალა და დაწყებული ვიცე-პრეზიდენტი და დამთავრებული მე მგონი ბოლო კრერკამდე არ ჩამოთვლი ხლა, იმიტომ რომ ამაზე ვისაუბრო ერთ-ერთ ვიდეოში. განუკითხაობა იყო ბუნებრივია ისეთი მასშტაბების, რომ ფული ижონებოდა ყველა ხრილიდან აბსოლუტურად და ამას ჭირდებოდა ადმინისტრირება და იმედია ადმინისტრაციას მოახდეს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს ახალი ამბავია, USAID-ზე მდენი ვილაპარაკე, ზოგ შეიძლება მოვბეზდა, მაგრამ ეს უნდა ვთქვა. დღეს კონგრესში მიდიოდა საგამოძიებო კომისია, სადაც გამოაშკარავდა კიდე ახალი დანაშაულები. დემოკრატიული პარტია, ბაიდენის ადმინისტრაცია USAID-ის გავლით აგზავნიდა უამრავ ფულს და ყველაზე გასაკვირი და სამწუხარო ის არის, რომ ფაქტობრივად ეხმარებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებს და მოკლედ გეტყვით უცებ, ესე იგი 40 მილიონი მიდიოდა კვირაში თალიბანის დასახმარებლად, ხო წარმოგიდგენიათ, ასევე ხდებოდა სომალის, სუდანისა და ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება, ანუ ბუნებრივია ეს არ ხდებოდა ესე პირდაპირ ტრანშიდან ანგარიშიდან ანგარიშამდე, მაგრამ გამოძიება მიდის და ალბათ დადებენ მასალებს თუ რა გზით ხდებოდა აი ამ ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსება. ასევე ეხმარებოდა თურმე ჰეზბოლას უფრო სწორად და ჰამას.
ჰამასისთვის მაგალითად 2.1 მილიარდი არის გადარიცხული ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში და აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის მერეც გრძელდებოდა ამ ტრანშების გაგზავნა და კონგრესის კომისიაში იკვლევენ ზუსტად გზებს, საიდან და რა მიზნით მიდიოდა ეს ფული. ოფიციალურად როგორც კომისიაში თქვეს, ეს მიდიოდა ღაზის სექტორის, ესე ვთქვათ, დასახმარებლად, ასახორձინებლად და რაღაც სამშვიდობო მისიისთვის, მაგრამ 2.1 მილიარდი ღაზის სექტორს არაფერი არ ეთყობა და კომისიის წევრებში ჩდება ეჭვი, სად მიდიოდა ეს ფული. და ესეც ხო ნათელია, რომ პალესტინური მოსახლეობა, რომელიც ღაზის სექტორში ცხოვრობს, ეს არის ჰამასის მძევალი. ესე იგი 2.1 მილიარდი მიდიოდა უკაცრავად, ესე იგი ჰამასის მისამართით, ბორებრივია არაპირდაპირი გზით. აი ესეთი რამეები ხდება და ხა მსგავსი რამ იმდენი ამოტიტივდება, რომ ეს ალბათ მართლა უღრანი ტყე იქნება და წინა ვიდეოშიც თქვი, FBI-ის დირექტორად დაინიშნა კეშპატელი, ეს ახალგაზრდა კაცია და საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, ეხმარებოდა ტრამპს რიგ საქმეებში, როცა დემპარტია მას ებრძოდა, ანუ დობით აღჭურვილი პირია და კეშპატელი კიდე უამრავ საქმეს გამოიტან სააშკაროებზე. XCIA-ის მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი თემები, ანუ საგარეო დაზვერვა და არ არის გამორიცხული დემოკრატიული პარტიის ზედა ეშელონების რიგი წევრების პასუხისგებლობა დადგეს. ყველას ვერა, იმიტომ რომ ბაიდენმა მოახერხა, რომ სანამ დატოვებდა პოსტს, შეიწყალა, გარკვეული ინდულგენცია გამოუცხადა მის ოჯახს და მის გარემოცვას. ეს რაც შეეხება ისეთი უვერტიურა მცირე ძირითად თემასთან დაკავშირებით. რა შეიძლება ახლა ვთქვათ უშუალოდ უკრაინასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს და გამოწვევებს ბოლოში ვიტყვი. უკრაინის თემა დამთავრდა სკანდალურად. ამას კარგი არაფერი არ მოყვება. გარდა იმისა, რომ ტრამპს ისედაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ზელენსკის მიმართ კრიტიკული, სუბუქად რო ვთქვათ. მას კარგად ახსოვს ბურისმას თემა, როცა იგი 2016 წლის პერიოდში 2016-ში როცა მოვიდა პრეზიდენტად და როცა პირველ კადენციას ასრულებდა, იგი დაინტერესდა ბაიდენის ოჯახით, რომელსაც საქმეები ჰქონდა უკრაინაში და მოთხოვა ზელენსკის პირადად, რომ მიეწოდებინა მასალები ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამ ამერიკულ-უკრაინულ კონცერნში თავის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ უამრავი ფული კეთდებოდა, იჭრებოდა, იხერხებოდა, როგორც გინდათ ისე შეაფასეთ და შეგახსენებთ, რომ ამ დროს ბაიდენი უფროსი იყო ვიცე-პრეზიდენტი. და ზელენსკის ამის სანაცვლოდ არც მასალები მიაწოდა და ამის სანაცვლოდ პირიქით ბაიდენის ადმინისტრაციას აცნობა, რომ ტრამპი ეგრეთ წოდებულ ფუშინგს უკეთებდა და აი ამის საფუძველზე დაიწყო ტრამპის წინააღმდეგ საქმეების აღზრდა და ფაქტობრივად დიდი წვლილი შეიტანა ზუსტად ზელენსკიმ, რომ მეორე ვადით ვერ მოვიდა ტრამპი და ამას ტრამპი არ დაივიწყებდა. დღეს მაგალითად ბოლოში 20 ბოლო შეხვედრაზე თავი გამოიჩინა JD Vance-მა, საერთოდ ეს ბოლო 2 კვირა JD Vance-ის ბენეფისია, მიუნხენის კონფერენციიდან დაწყებული დამთავრებული მაკრონთან შეხვედრისა შემდეგ სტარმერთან და დღესაც მისი ინიციატივით მოხდა იქ სიტუაციის დაძაბვა, თუმცა არგუმენტირებულად და როგორც გითხარი JD Vance-მა შეახსენა, რომ მადლობის მაგიერ იგი თურმე დადიოდა პენსილვანიის შტატში, პენსილვანიის შტატი არის ნიუ-იორკის მომიჯნავე შტატი, კარგად ვიცი, დედაქალაქი არის ფილადელფია და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ქარხანა არის, რომელიც ამზადებს ჭურვებს და ჩასული იყო არჩევნებამდე ზელენსკი დემოკრატიულ პარტიას მხარს უჭერდა და პენსილვანიის შტატიც დემოკრატიული შტატია და გუბერნატორიც დემოკრატია და მოკლედ ესე
ერთგვარი პიარი გაუკეთეს და დემონსტრაციულად დაათვალებინეს ეს ქარხანა, ჭურვების ქარხანა და იქ ჭურვებზეც ხელი მოაწერა. და გუბერნატორთან ერთად ფოტოები გადაიღო, შაპირო არის გვარად და იქ ისეთი სიტყვები წარმოთქვეს, რომ ხარს უჭერდნენ დემოკრატიულ პარტიას და ერთადერთი პარტია უნდა ყოფილიყო ამერიკის მმართველობაში, რომელიც ნამდვილად აღიქმებოდა ამერიკის რჩეულ პარტიად და ბაიდენი იქნებოდა ამერიკის რჩეული პრეზიდენტი. ეს სანამ კამალა და ბაიდენის ჩანაცვლება მოხდებოდა. და ეს ყველაფერი ბუნებრივია ტრამპს აწყობს ახსოვს. სხვათაუთ ისეთი მახსოვრობა აქვს ძალიან ანგარიშგებიანია, იმიტომ რომ ბიზნესმენია და 78 წლის კაცია და აქამდე მოვიდა ზუსტად აი ამ თავის ანალიტიკური ტვინი და ახსოვს ყველაფერი. აღმოჩნდა რომ თურმე JD Vance-აც ახსოვს ეს ყველაფერი და JD Vance იმდენად კაკალი გამოდგა აი ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფაქტობრივად გამოავლინა თავის ლიდერული თვისებები და მე ვფიქრობდა მე კი არა მთელი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რომ 28 წელს თუ JD Vance აირჩიეს პრეზიდენტად იქნება ღირსეული გამგზელებელი ტრამპის პოლიტიკის. ამბობენ რომ ტრამპზე უფრო მეტი ტრამპისტია JD Vance. ხომ წარმოგიდგენიათ. ეხლა უშუალოდ ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმით ჩამოვიდა ზელენსკი. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში მოდის, მით უმეტეს დაანონსდა, რომ ხელს აწერენ აი ამ წიაღისეული საბადოების გადაცემაზე, იქ წილობრიობას მნიშვნელობა არ აქვს. ეს დეტალებია, უბრალოდ ეს ხელშეკრულება იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ამერიკისგან მიეღო გარკვეული ქოლგა, დაცვის ქოლგა, რომ დავუშვათ რუსეთთან მოლაპარაკების დავუშვათ წარმატების დასრულების შემდეგ, რომ რუსებს არ დაერღვია ეს ხელშეკრულება, ან თუ დაარღვევდა, ამერიკელები ევროპელებთან ერთად გარკვეულ ბუფერს გაუკეთებდნენ უკრაინის სახელმწიფოს. ჩამოდის და ხელს არ აწერს დემონსტრაციულად. ეხლა უკრაინული მხარე დღეს ნიუსებს რო უსმენ, უკრაინული მხარე JD Vance აბრალებს, JD Vance რო, ანუ ზელენსკი იყო პოზიტიურად განწყობილი ამ შეხვედრაზე, მაგრამ JD Vance-მა გამოიწვია ეს კონფლიქტი, შემდეგ თურმე ტრამპი იძულებული იყო, რომ თავის ვიცე-პრეზიდენტი დაეცვა და დაუპირისპირდა ზელენსკის და ამის ხარჯზე ჩაიშალა ეს ყველაფერი, ეს ბლა ბლა ბლა. ამას არანაირი საფუძველი არ აქვს. რეალურად იყო სიტუაცია ესე, რომ ტრამპს მართლა სურდა მოლაპარაკება, მართლა სურდა, რომ იმ წიაღისეულიდან რაღაცა ნაწილი ამოეღო თანხა, თუმცა ყველა მიცის, რომ აუდიტი როცა შედგება 9 ტრილიონი კი არ შეიძლება 100 მილიარდის ქონება არ იყოს იქ, მაგრამ ეს ტრამპისგან იყო გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ იგი ზრუნავს ამერიკაზე და აი 350 მილიარდი დოლარი რომელიც ბაიდენმა გაიღო, იმის თუნდაც მესამედი რომ დაებრუნებინა ამერიკის ბიუჯეტში იქნებოდა დიდი წარმატება, გამომდინარე იქიდან რომ ილონ მასკი თითოეულ დოლარს დასდევს. და ბუნებრივია მოწოდებული იყო იმისკენ რომ ეს ხელშეკრულება დაედო. ეხლა სხვა საქმეა რამდენად მართლა გარანტად დაუდგებოდა თუ ევროპელებს გადააბრალებდა, მაგრამ ამის სურვილი ჰქონდა. ზელენსკი ჩამოვიდა და დემონსტრაციულად უარი განაცხადა. უკრაინელებმა დააბრალეს JD Vance, მე კიდევ ვთვლი, რომ ეს იყო გათვლილი. თავიდანვე იყო გათვლილი. და როგორც იქ ფონად უკრაინის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონი მარკაროვა აჩვენეს, სად წასულიყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არ იცოდა. და შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე უკრაინელების მიტინგს უწყებოდა მუსიკალურ ფონზე სლავა უკრაინე გეროემ სლავა ყვიროდა და ესე იგი ცოტა ირონიულად და რაღაცა სარკაზმით მოიხსენიებდა ტრამპის ადმინისტრაციას. მე არ ვიცი უკრაინელები რითი ფიქრობენ. მე მგონია რომ უნდა იფიქროთ თავით და ალბათ სხვა ნაწილით ფიქრობენ. ან ელჩი, ან იერმაკი საერთოდ რა პოზიციას თამაშობს და თვითონ ზელენსკი. მე მრჩება ეგეთი სტაბილიზება რჩება, რომ ზელენსკის არ უნდა და ხელმოწერა, იგი ჩამოვიდა და გაითამაშა აი ესეთი სვლა, რომ ერთი რომ შეგულიანებული იყო ევროპელებისგან, შეგახსენებთ, რომ 3 დღით ადრე იყო მაკრონი ჩამოსული, 2 დღით ადრე სტარმერი და შესაბამისად საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ფაქტობრივად პლატფორმა შეუმზადეს ზელენსკის. და როგორც აღმოჩნდა, მე ეს ჩემი ვარაუდია, პლატფორმა შეუმზადეს იმისა კი არა, რომ ხელი მოეწერა
არამედ იმისთვის, რომ ობსტრუქცია მოეწყო ერთგვარი. და დაიწყო იმით, რომ ესე იგი აღმოჩნდა უпростоრად, რომ ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ბესეტი იყო ჩასული ერთი კვირის თუ 10 დღის წინ უკრაინაში, იმგზავრო თან მატარებლით, წინ და უკან, გამოვიდა რომ ტყუილა იმგზავრო, ხელი არ მოაწერა. დღეს 2 საათით ადრე, სანამ ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყებოდა, დაანონსდა და თვითონ ბესეტი გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიის მეშვეობით და თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინის ეკონომიკის სამინისტროებს შორის ხელშეკრულება შედგა და ესაჭიროება მხოლოდ ხელმოწერა. ანუ შეთანხმება იყო უკვე დადებული. ჩამოდის და არ აწერს ხელს და რაღაც ყალბ პოლემიკაში შევიდა ვიცე-პრეზიდენტთან და ტრამპთან. ხო წარმოგედგენიათ, ხა ტრამპთან, როცა მასზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. მე აქედან გამომაქვს ერთი დასკვნა, რომ ეს არის ევროპული თამაში. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია, გერმანია ნაკლებად ახლა ყალიბდებიან, მაგრამ ისიც ჩაერთვება ამაში. დიდწილად უფრო ფრანგები და დიდი ბრიტანეთი, ინგლისელები მოდი ასე ვთქვათ. და მეორე, რომ მას სურდა, რომ თავშესაფრის მოძიების შემთხვევაში, რომ ეს მიიღო ევროპაში და ამიტომაც შეასრულა ამ ორი სახელმწიფოს ლიდერის დავალება და ზოგადად ევროკავშირის დავალება. მას თავშესაფარი ამერიკაში ვერ ექნებოდა ვერანაირად, იმიტომ რომ თავში გითხარით ტრამპისა და ჯეი-დი ვენსის დამოკიდებულება მის მიმართ, ხო დამაუს და კიდე ილონ მასკს რა დამოკიდებულება აქვს, შესაბამისად ამერიკის სახლი მისთვის იყო დაკეტილი. ამიტომაც ითამაშა ევროპელების თამაში და გააკეთა ის, რა დავალებაც მიცეს. ამითი გაიმყარა გარანტიები ევროპელებთან, რამე რომ მოხდეს, ან ერთი ან მეორე სახელმწიფო მასზე პასუხისგებლობას აიღებს. და მეორე, რაც გააკეთა, უკრაინის კვლევითი სამსახურები აქვეყნებდნენ ბოლო 3 დღეა შედეგებს, უпростоრედ რეიტინგებს, რომ დაუშვათ არჩევნები რო ჩატარდეს დღეს, როგორ გადანაწილდება კანდიდატთა ხმების რაოდენობა და პირველზე არის ზალუჟნი, შეგახსენებთ ზალუჟნი არის უკრაინის ელჩი დიდი ბრიტანეთში, მანამდე იყო შეიარაღებული ძალების სარდალი, ანუ გენერალური შტაბის უფროსი. მეორეზე არის ზელენსკი, მაგრამ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის არის ორჯერ სხვაობა. აი ამ ნაბიჯით რაც ახლა მან გააკეთა, რომ ვითომ უკრაინა არ გაყიდა და სამშობლო არ დაახურდავა, ნაციონალურ პატრიოტულ ორგანიზაციების თვალში მისი რეიტინგი აიწია, იმიტომ რომ მთელი უკრაინა ამბობდა, რომ ზელენსკი ვაჭრობს ხალხით და სახელმწიფოთი, უკრაინის სახელმწიფოთი. არ არის გამორიცხული, ახლა ხვალ ზეგ რეიტინგები, რომ რეიტინგებს დაითვლიან უკრაინელები უეჭველი და შესაძლოა ზალუჟნის უკვე გაასრო ზელენსკი. ანუ ეს ორი საქმე გააკეთა. ანუ იდეაში მის მიზნებში საბუძე ხელის მოწერა არც შედიოდა. ეს ბუნებრივია ჩემი აზრია და ვავითარებ ჩემას. თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომენტარი შემდეგ დატოვოთ კომენტებში. ეხლა მთავარი, რასათაურიც დავდე. ახალი გამოწვევები საქართველოსთვის. მე ვთვლი, რომ საქართველოს ახალი გამოწვევა არის ახალი ევროპა. ზუსტად ის ევროპა, რომელიც უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეგრეთ წოდებული Deep State ამერიკის ტერიტორიიდან გავიდა. როგორც ჩანს ეს ხდებოდა არჩევნებამდე, იმიტომ რომ ბუნებრივია Deep State ის Deep State-ია, თუ ეს გათვლა არ ექნებოდა და ფინანსურ მატერიალურ რესურსი ევროპაში გაიტანეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპელებს ამხელა შესაძლებლობები არ აქვთ, რომ ცალკე ამერიკას დაუპირისპირდნენ და ცალკე უკრაინას მიაწოდონ იარაღი და დაიხმარონ ფინანსურად. ამის რესურსი ევროპაში არ არის, იმიტომ კრიზისია ბოლო 2 წელია. ესე იგი რა გამოდის, რომ ამერიკის Deep State-მა გადაინაცვლა დასავლეთ ევროპაში, მოდი ვთქვათ ევროპაში, უნგრეთი და სლოვაკეთი ამით ვერ ქმნის იქ, მთლიანად ევროპაში და იქიდან ებძვიან როგორც ამერიკას უპირისპირდებიან ახლა იბძვიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თან მზად არიან რომ დაუშვათ უკრაინაში ჩადგნენ სამხედრო ქვედანაყოფები და ფაქტობრივად ზურგი გაუმაგრონ უკრაინას. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპმა იმდენი მოახერხა ამ ერთ თვეში, რომ ძალოვანი სტრუქტურები
მთლიანად ჩაიგდო. შესაბამისად, ეს რეაქციონერული ულტრამემარცხენე ლიბერალები აქ ამით ვეღარ შექმნიან. სულ ცოტა 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათ უნდათ საბრძოლო ველი, სადაც უნდა იაქტიურონ და შეამზადონ პლატფორმა მერე რევანშისთვის. ევროპა არის იდეალური ვარიანტი. ესე იგი გადმოინაცვლა სიმძიმისცეთმა ევროპაში. და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ საქართველოს ახალი გამოწვევა არის კოლექტიური ევროპა. ანუ ის ევროკავშირი კი არა ბიუროკრატიული არაფრის მაქნისი, არა რეაქციული და ძალოვანი ევროპა. ბუნებრივია ავანგარდში იქნებიან ბრიტანელები, ფრანგები და ალბათ გერმანელები შეუერთდებიან, გამომდინარე იმ არჩევნების შედეგებიდან. არჩევნებთან დაკავშირებით წინა ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ვისაც გაინტერესებს ჩემი აზრი, შეგიძლიათ იქ ნახოთ და მოკლედ საქართველოს ახალი გამოწვევა არის ევროპა, კოლექტიური ევროპა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ევროკავშირის ბიუროკრატია, არამედ გაძლიერებული ამერიკის deep state-ის მიერ გამყარებული როგორც მატერიალურად, ასევე ფინანსურად ევროპა, რომელიც არ დაიშურებს ძალებს, რომ დასავლეთ ევროპაში შექმნა სერიოზული პლაცდარმი, პლატფორმა, იმიტომ რომ ისინი მზად არიან, რომ ამერიკელები დატოვებენ ნელ-ნელა ევროპის ტერიტორიას და მათი სურვილია ამ ახალი ევროპის, რომ იყვნენ დომინანტები ევრაზიის კონტინენტზე. და ბუნებრივია ევრაზიის კონტინენტში სამხრეთ ნაწილები, სამხრეთ კავკასიაც მათ ინტერესის სფეროში შედის და შეგახსენებთ, შესაძლოა ახალი ტალღით წამოვიდეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტები, იქ პაშინიანს შეაგულიერებენ ცალკე, იქ აზერბაიჯანზე რაღაცა ირიბი ზეწოლები იქნება, არ დაგვაუწყდეს, რომ თურქეთს არ აქვს კარგი ურთიერთობა ევროპის ქვეყნებთან, ანუ ისეთი მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. და არ დაგვაუწყდეს, რომ სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი იქ ვართ ჩვენც. და აქ ალბათ პირველი პრობლემა იქნება, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, ანუ USAID აღარ არის, მაგრამ სხვა უამრავი ფონდები არის, სკანდინავიური ფონდები არის ინფორმაციისთვის გეოვნებით, ნორვეგია, შვედეთი, საიდანაც დიდი ფული შემოდის საქართველოში და USAID-ის ფუნქციას თავისუფლად ჩაანაცვლოს რომელიმე სხვა. და მეორე, ეს იდეოლოგიური ფრონტი და მეორე უკვე უშუალოდ ტექნიკური მხარე ეს იქნება ალბათ ხელის შესლა დავუშვათ ყველა დიდი პროექტისა. მე არ გამორიცხავ, რომ ანაკლის სპორტი, რასაც მე ხშირად ვსაუბრობ ჩემ წინა ვიდეოებში, ანაკლის სპორტიც განიხილებოდეს, თუმცა აქვე არის ლოგიკური ჯაჭვი, რომ პრინციპში ევროპას უნდა აწყობდეს ანაკლის სპორტი, იმიტომ რომ თუ ის აბრეშუმის ხაზი ადრე თუ გიან დაადგა საშუალი და გაეშვა, მათთვის არის სასარგებლო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ევროპაში ღირებულებები იცვლება და აგრესიულ ევროპას ვღებულობთ, ხო? შესაძლოა საერთოდ არ ჭირდებოდეთ ეს ანაკლის სპორტი და ის ჩინური, ინდური რაღაცა ტვირთები. ესეც არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ჩემი დასკვნა, რომ ახალი გამოწვევები საქართველოს ელის ევროპიდან ფონდების დახმარებით და უშუალო ეს ველზე ტექნიკურად ხელი შეშლა სხვადასხვა პროექტებზე. და პოსტსკრიპტუმად გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომ ესე იგი რუსეთის დაზორვის სამსახურმა განავრცელა ეგეთი ინფორმაცია, რომ 120 ევროს იხდის თურმე ევროკავშირი თითოეულ მომიტინგში დღის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, არის თუ არა ესე, მე არ ვიცი, რუსებს რამდენად ენდობა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ აი ის მოძრაობა, რაც რამის 6 თვეა შემოდგომიდან, რაც მიმდინარეობს საქართველოში, ამას რო უკან ფინანსური ბექგრაუნდი აქვს, ამას რა თუნდა ახლა დიდი ანალიზი. რამდენად მართლა 120 евро იხარჯება თუ 100 თუ 150, ეგ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსებიც უკვე ნათლად აღარც მალავენ ამ თამაში შემოდიან. და აი ეს არის ზუსტად ახალი გამოწვევები. ერთი მხრივ ევროპა და ევროპის ესე თქვა დისონანსური თამაშები საქართველოს ტერიტორიაზე. დიდი